მაშინ ასე ვინც ელოდით ამერიკამ რუსულ ჩრდილოვან ფლოტს შეუტია და მის ერთ-ერთ ტანკერზე სპეცოპერაცია ჩაატარა. ამ რუსულ ტანკერს ქვია მარინერა და მას ამერიკული სპეციალური ძალები სანაპირო დაცვა რამდენიმე კვირა მისდევს. ჯერ კიდევ კარიბის ზღვიდან მოყოლებულისა ის აფრიკიდან ხმელთაშუა ზღვიდან უფრო სწორედ შევიდა შემდეგ ატლანტის ოკეანეში და შემდეგ შევიდა კარიბის ზღვაში, სადაც დააიღო სავარაუდოდ ვენესუელაში დააიღო ნავთობი, თუმცა ნავთობის აღება იქ ვერ მოახერხებდა ნავთობის აღებას, ამიტომ შებრუნდა უკან, როდესაც ის უბრალოდ მანამდეც აღმოაჩინა ამერიკულმა ძალებმა ეს ტანკერი არ არის უცნობი დასავლური სამყაროსთვის, ეს არის სანქცირებული ტანკერი, ჯერ კიდევ 2024 წელს ლიბანურ დაჯგუფება ჰეზბოლას კავშირისთვის და კონტრაბანდისტვის დაასანქცირდა ეს ტანკერი. შესაბამისად, აღმოაჩინეს ეს ტანკერი, გადაწყდა მისი დაკავება. როგორც იცით, ამერიკა აკავებს ბოლო პერიოდში ვენესუელასთან დაკავშირებულ ჩრდილოვან ფლოტს, რომელიც სხვა ქვეყნებიდან ჩადიან ვენესუელაში, რუსეთი, ჩინეთი და შემდეგ აკავებს მას, ანადგურებს, მიყავს ამერიკაში და ანადგურებს, ხოლო ეკიპაჟს აპატიმრებს და გადაყავს ამერიკაში. ასე და მოხდარიყო ამ ტანკერთან დაკავშირებითაც, მაგრამ ტანკერი მუდმივად შებრუნდა, შეიცვალა კურსი და ჩრდილოეთისკენ გაცურა და სადღაც ისლანდიისა და ბრიტანეთის კუნძულებს შორის და ამ სპეცოპერაციის ჩატარებას სწორედ იქავიდნენ ამერიკელები ამ გემზე. მანამდე როგორც ამბობენ, მანამდე იყო შესაძლებელი ამ გემის დაკავება, თუმცა მანამდე არ მოხდა სავარაუდოდ ბრძანების არარსებობის გამო. აი, სავარაუდოდ შიშის გამო კი ამ რუსულმა გემმა, რომელიც მანამდე ყალბი დროშის ქვეშ ცურავდა, სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ცურავდა, გაიანას დროშის ქვეშ თუ არ მეშლება, გადაირქვა არა მხოლოდ სახელი, სხვა სახელი დაირქვა, არამედ დროშაც კი შეცვალა და ალბათ იმიტომ რომ ამერიკელებს ის არ დაეპატიმრებინა, აღმართეს რუსული დროშა და რუსეთის მხრიდანაც მან გაიარა შესაბამისი რეგისტრაცია. თუმცა გაეროს საზღვაო საერთაშორისო სამართლის მიხედვით ზღვაში მოძრავ გემს არ აქვს უფლება რომ სახელი გადაირქვას. მით უმეტეს სხვა დროშის აღმართვის უფლება მას არ აქვს, ეს ხდება მხოლოდ პორტებში, სადაც რეგისტრაცია, შემოწმება ტვირთის და შემდეგ იქ თქვათ მე ეკიპაჟის და შემდეგ პორტებში ხდება, როგორც სხვა დროშის აღმართვა, ასევე სახელის გადაკეთება. ამის გარდა რუსებმა გემები გამოყვეს, როცა დაეცვათ მისი ტანკერი, სხვა შორის წყალქვეშა ნავიც გამოიყო რუსული და მიმართებოდა ამ ნავთობის ტანკერისკენ, თუმცა მანამდე ის ამერიკელებმა დააპატიმრებს და ეხლა გადაყავთ ამერიკაში. ცოტა ხნის წინ რუსეთის სახელმწიფო მაუწყებელმა რაშა თუთემ გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ჩანდა შშ სანაპიროს დაცვის ლეგენდის კლასის კატერი და ყველა ხვდებოდა, ამერიკელები დააპატიმრებდნენ ამ გემს. როგორც გითხარით, გემი ჩრდილოეთისკენ გაემართა და ისლანდიასა და ბრიტანეთს შორის მიცურავდა. გაცდა ბრიტანეთის კუნძულებს და შემდეგ ამ გემმა შეიცვალა უცებ მარშრუტი და შებრუნდა სამხრეთისკენ. ამავდროულად სიჩქარეც შეანელა და იმ დროს ის იმყოფებოდა ისლანდიის სანაპიროდან დაახლოებით 200 კილომეტრში. მაგრამ სანამ ამერიკელები დააკავებდნენ ამ გემს და მთელი მსოფლიო ამ დევნა გაქცევას რუსული გემისა და ამერიკული სანაპირო დაცვის მთელ ეპოპეას მიადევნებდა თვალყურს, ამერიკელებმა კიდევ ერთი გემი დააკავეს სახელწოდებით სოფია, რომელიც შევიდა ასევე კარიბის ზღვაში და რომელსაც ასევე ბრალდებოდა ვენესუელის ნავთობის გადაზიდვაში, ან ჩრდილოვანი ფლოტი ნაწილი იყო ეს გემის დაპატიმრებული იქნა და ის გემის გადაყვანა იქნება ამერიკაში. მანამდე თუ ესეთ რიხით საუბრობდნენ, რომ თქვათ რა ვიცი ხა, როგორ შეიძლება რუსული გემის დაპატიმრება მით უმეტეს ღია წყლებში, სადაც არც სახელმწიფო სუვერენიტეტი არ ვრცელდება, რუსები როცა საუბრობ, მე უკვე ეხლა რომ დააპატიმრა, მე ერთი საგარეო სამინისტროს მოთხოვნა აქვს, რომ უზრუნველყოს ბორტზე მყოფი მარინერას ბორტზე მყოფი ყველა მოქალაქის ჰუმანური და სათანადო მოპყრობა და მათი ინტერესების დაცვისკენ და უფლებების დაცვისკენ მოუწოდა ამერიკელებს რუსეთის საგარეო უწყებამ. ამერიკაში გაიმართა სპეციალური პრეს-კონფერენცია ამ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ისაუბრა მარინერასთან დაკავშირებით, რომელსაც ადრე ბელა ერთი ერქვა. მონიკა ლევიტმა ისაუბრა და თქვა, რომ ეს გემი იყო ვენესუელას ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და ახორციელებდა
ნავთობის უკანონო გადატანას სხვადასხვა ქვეყნებში და ამის გარდა თქვა, რომ არა მხოლოდ გემი ჩავა ამერიკაში და ამერიკის ტერიტორიულ წყლებში შევა და ამერიკას გადაეცემა, არამედ ეკიპაჟიც გადაყვანილი იქნება ამერიკაში, მას არ გაათავისუფლებენ, როგორც რუსეთმა მოითხოვა და რუსეთში არ დააბრუნებენ მათ, ისინი გადაყვანილი იქნებიან ამერიკაში და სისხლის სამართლის წესით გასამართლება უბრალოდ ამ ყველაფრის წინაპირობა არსებობს, ან კანონიერად ამის გაკეთება შეგვიძლიაო, რომ სისხლის სამართლის წესით გავასამართლოთ რუსი ეროვნებით რუსი მეზღვაურებიო. ამის გარდა ისაუბრა, იქ იყვნენ ასევე კაპიტოლიუმის ბორცვზე იმყოფებოდა მარკო რუბიო, რომელმაც ასევე გააკეთა ჟურნალისტებთან გარკვეული კომენტარი და ძირითადად ისაუბრა მაინც ვენესუელასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ვენესუელის მმართველობასთან დაკავშირებით, რადგან როგორც გახსოვთ, ტრამპმა სწორედ მასტა ჰექსეთს ჩააბარა ვენესუელის მმართველობა და ანუ როგორც ირკვევა, ვენესუელის ნავთობის გაყიდვა დაიწყო უკვე ამერიკამ და დაიწყო იმაზე გაცილებით მაღალი ფასით, რა ფასადაც ვენესუელას უხდებოდა თავის ნავთობის გაყიდვა. მან ასევე თქვა, რომ ვენესუელური ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხა ისე დამუშავდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააკონტროლებს მის განაწილებას ისე, რომ ვენესუელური ხალხისთვის სასარგებლო იყოს. მან ასევე თქვა, რომ ამერიკელები უზრუნველყოფენ, რათა ამერიკულ დასავლურ ან სხვა კომპანიებს სამართლიანი წოდომა ჰქონდეთ ვენესუელურ ბაზარზე. მას შემდეგ, რაც ამერიკამ ვენესუელის ჩრდილოვანი ფლოტის დაპატიმრება დაიწყო, ყველა ელოდა, რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ან რუსული ეკიპაჟით შესაბამისად რუსეთის საკუთრება ნავთობ ტანკერის დაპატიმრებასაც მოახდენდა ამერიკის შეერთებული შტატები და ასეც მოხდა. პირველი რუსული ტანკერი, სახელწოდებით ბელა-1, რომელმაც გადაირქვა სახელი და მარინერა დაირქვა, დაპატიმრებულია, ასევე დაპატიმრებულია მისი ეკიპაჟი, რომელთაც სავარაუდოდ სისხლის სამართლის წესით გაასამართლებენ ამერიკაში.